რიგში მინდა მეულოცო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დღეს ოფიციალურად დამტკიცება თანამდებობაზე. ასევე მინისტრებს მინდა მეულოცო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ ძალიან ძვირფასი მხარის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი იქნება ძალიან წარმატებული მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, აჭარის მთავრობის წევრებთან და გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა თემაზე, რაც არის დაკავშირებული აჭარის განვითარებასთან, ასევე ზოგადი პოლიტიკური საკითხებიც მიმოვიხილეთ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიულოცეთ ბატონ სულხანს თანამდებობაზე დამტკიცება და მადლობა გადავუხადეთ ბატონ თორნიკე რიჟვაძეს 7 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და რეგიონის წინაშე. მე არ ვიყავი ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ალბათ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გააკეთებენ განმარტებას. არ ამგონია უცილებელი ყოფილიყო, ასეთ შეიძლებოდა, ისეთ შეიძლებოდა, თუმცა უმაღლესი საბჭო მე ვერ გაქცევთ ამაზე პასუხს, უმაღლესი საბჭო გაქცევთ პასუხს. სხვა პოლიტიკურ თემებზეც რომ გადავიდეთ, ბატონო ირაკლი უნდა კითხოს ფინანსური. ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო ქალაქის თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, მოითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს, მათ შორის მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, მათ შორის მისი კეთილსინდისიერება, მისი პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჩერდა სწორედ ბატონ სულხან თამასაშვილს. როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას იკავებდა 7 წლის განმავლობაში. თქვენ როცა ამბობთ, რომ ის არის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, ეს არის არასწორი, ის იყო ქართული ოცნების გუნდის კადრი და ის არის დღემდე ქართული ოცნების გუნდის წევრი. ანუ შესაბამისად არა, რა შუა 7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა ბატონმა თორნიკე რიჟვაძემ. ის იყო და არის ქართული ოცნების გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე და თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული თანამდებობის პირების მიმა. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, თუ ვინმე იყო ჩართული უშუალოდ იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდებოდა 7 წლის წინ ბატონი თორნიკეს მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის სერიალი სპეკულაციები. რაც შეეხება ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ალბათ უმჯობესია, რომ თავად გააკეთოს თუ საჭიროდ ჩათვლის კომენტარი საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმისათვის, რომ ის 7 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმით და ღირსებით ემსახურებოდა აჭარას მნიშვნელოვანეს მხარეს და მის განვითარებას. Deep State-მა თქვენ ნახეთ, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს, მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში. ეხლა თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად Deep State-მა დაავალა ევროპულ სტრუქტურებს უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც, ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში და ეს ტვირთის თავის თავზე აღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენ იცით, რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, თუ ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. Deep State-ს აქვს თავისი ინტერესები, Deep State ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი
რა თქმა უნდა, ამის საბრძოლოდ არის, ასე ვთქვათ, კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ჩვენი ამოცანა არა, მაგას არ ვამბობ. მე გაჩვენეთ რა სურათია დღეს უკრაინაში და მინდა შეგახსენოთ ხო და მინდა შეგახსენოთ რომ საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან არიდება მეორე ფრონტის თავიდან არიდება და ამის გამო არის გაგულისებული deep state და ამაში და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას. ინტერესი თუ სადმე გატარდა ეს არის უკრაინაში გამომდინარე იქიდან რომ რუსეთმა განავრცო საკუთარი ოკუპაციის არეალი უკრაინაში 2.5-ჯერ. დღეს რუსეთს დღეს საჩან შედეგი მითხარ რა ჩეხება ევროპას მეტი სად უნდა ჩანდეს რუსეთის დავალებებს რა ჩეხება ევროპას თეორიულად წარმოიდგენეთ თქვენ რომ 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი. არა, ერთსამი. თქვენ წარმოიდგენეთ რომ ივნისში მოგვანიჭეს სტატუსი, ხო? წარმოიდგენეთ მარტივად. ხო იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები. მაგრამ ვიღაცას მოუნდა რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთო ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ ვთქვით, რომ აღარ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს, ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში. კითხავთ ოპოზიციაზეც თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება, მიიღებს თუ არა თქვენი შეფასებით მონაწილეობას, ან რა შანსები შეიძლება გქონდეს ოპოზიციას საქართველოში? ნუ საერთოდ ჩვენთვის საინტერესო არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა არჩევნებზე, გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებს, წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას წინაზე ავიღეთ 54%, ვფიქრობ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. სენატორი შაჰინი იმედ გაცნობილია, რომ ანაკეის მმართველ პორტს ჩინური კომპანია არ აშენებს, ეს იქნება რუსეთის ტენდერში არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა, როგორი არის თქვენი? არ ვიცი, ეს ძალიან ძიმედ შესაძლებელი განცხადებებია, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჯერ ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, ხო, დღეს უკვე პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი ხაზარაძე, მას ჰქონდა ყველანაირი შანსი, რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია. 0. ან მან რატო ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ. შემდეგ გამოცხადდა ოფიციალური ღია პროცედურა, ხო? რატო არ შემოიტანა არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ? როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ნუ ცარიელი სპეკულაციები არ ვიცი ხარ. ეს არის deep state-ის, ქალბატონი შაჰინიც არის deep state-ის ერთი მორიგი, ასე ვთქვათ, თანამშრომელი და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებას. დაგისრულებიათ გრანტების თემა, შეიძლება რომ აბსოლუტურად თემა. აი ევროკომისიის განცხადება. ხო, ნუ გრანტებზე არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რასაც ჩვენ ლაპარაკობდით 3 წლის განმავლობაში, ახლა იგივეს იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და იმეორებს უკვე ევროპული კომისია, ხო? საქმე არის მარტივად. ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ კონკრეტული ფინანსები გამოიყოფოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების დასახალისებლად. ვინმე მალავს, რომ კონკრეტული ყველაზე მდიდარი NGO-ები პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს NGO-ებმა. ვინ ეკითხება NGO-ს მთავრობის ყოფნა არ ყოფნას, ხო? ეს არ არის NGO საქმე. ასეთი მოთხოვნა შეიძლება დააყენოს პოლიტიკურმა სუბიექტმა. მაგრამ არა უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა დააყენეს ასეთი მოთხოვნა. შესაბამისად, ხელის გულზე დევს ის, რომ გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების დასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დასაბრუნებლად. დასავლეთი თქვენ გებძვით რუსეთის გარდა, კრემლი გიჭერთ თქვა. და როგორ აპირებთ ბარემ განვაგრძობა? სულელურ კითხვებს უნდა დასვათ მომავალში, თქვენთვის არის უკეთესი. ნახეთ ჩვენ როგორ მიიღეს საფრანგეთში, მას უწოდებენ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. თქვენ როგორ აპირებთ აი ამ ფონზე ევროკავშირთან ურთიერთობას, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის
რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება კონკრეტული პარტიების დაუპირისპირეს უკვე სალომე ზურაბიშვილს. ვადაგასული პროდუქტი. კი, ასე შეიძლება ითქვას. რომლის პლაკატზე თქვენი ფოტო იყო გამოსახული და ხალხს ეხუწებოდით. დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატეთ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა მაშინ უნდა გამოაცხადეთ გმირად. სამშობლოს უღალატა თუ რუსი ინტერესი არ გააჩარა. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა მაშინ უნდა გამოაცხადეთ გმირად, იმიტომ რომ თქვენი მედია არის ღალატის მედია. ახაც აგზელებს ღალატს. ვინ არის? ანუ ოქროაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, შესაბამისად ბუნებრივია, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის ხდომებზე დასრება. აბსოლუტურად ლოგიკურია. უამრავი დანაშაული აქვს ამ ადამიანებს ჩადენილი, შესაბამისად ეშინიათ გამოცხადება იმ პროცესზე, სადაც მოხდება მათი მხილება. პოლიტიკაზეც კითხავთ, იცით რომ კანონპროექტიც გადის მესამე მოსმენით, დღეს კიდევ დააკამს ნარკოლიზატორები, კიდევ ვთქვათ რომ თქვათ როგორი პოზიცია აქვს ზოგადად სახელმწიფოს. კი, რა თქმა უნდა, თვითონ პრაქტიკაში კანონის რეალიზება არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონის გამგაცრება. ჩვენ გავამგაცრებთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხ ამას გაყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად მაქსიმალური ყურადღება იქნება მომავალშიც მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სცენი, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროსაბჭოს ხდომა, რომელზეც ეკითხავთ და ისოთქონ პასუხეთ, დღეს იყო დაგეგმილი და გადაიდო და თქვენთვის შეახასოთ ეს. ხო, არ ვიცი, შეიძლება თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული არაფერს. ეგეთ ერთხელ გაემერებ ეს ხდომა, რას ეძღვნება, საერთოდ ვერ გავიგეთ. ჩვენ თვითონ შეჩერებული გვაქვს ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში და ჩვენ რაც შეჩერებული გვაქვს ის როგორ უნდა განეხილონ. ნუ აბსურდში არის ევროპული ბიუროკრატია შესული ამ შემთხვევაში. თქვენ ახსენეთ, რომ გუნდის წევრად რჩება თორნიკე რიჟვაძე, ხომ არ არის უკვე ცნობილი სათვიხილად მას? ჯერ ვერ გეტყვით, გვექნება თვითონ თორნიკესთან კონსულტაციები და ამის შემდეგ შეგვიძლია გითხრათ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. თამაზაშვილი როგორ აიღებს ხელფას? საინტერესოა ეს არის. ძალიან კარგად აიღებს ხელფას ბაბული თამაზაშვილი. აი გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს ხელფას, როგორც აქამდე იღებდა, როგორც არა, ოფიციალურად იღებდა აქამდეს და ოფიციალურად აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი, ის იღებდა ოფიციალურად ხელფას, როგორც აჯარის თავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფას. თქვენ თქვით რომ სალომე ზურაბიშვილმა ბატონიკა, თქვენ თქვით რომ თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ. ბატონიკა, თქვენ თქვით რომ სალომე ზურაბიშვილმა უღალატა ქვეყანას, თუმცა კონკრეტულად არ მითხარით რას გულისხმობთ ხალხში. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, როგორც ჟურნალისტი. ვიტყოდი რომ სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ამბობ რომ ქვეყანას უღალატა. თქვენ გაქვთ სამშობლო? რა თქმა უნდა, საქართველო არის ჩემი სამშობლო. საქართველო თუ აი ამიტომ უნდა კითხოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ჟურნალისტმა. თქვენ არ უღალატეთ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომლებსაც ევროკავშირისკენ სწრაფვა ღია და აქ დაფიქსირებული კონსტიტუციაშიც მე ვარ ნახეთ დავასრულებ, თუმცა თქვენ გამოხვედით და პირდაპირ თქვით რომ არ გვინდა, ამის შემდეგ მოხდა ის იზოლაცია, რაც ექსპრესიულია. პირდაპირ რუსეთში მიგხავთ. აფასებ თქვენ ექსპრესიულობას. ახლა რა ჩახა პასუხს. პასუხი არის შემდეგი, მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი აგური მაქვს ადებული იმ საქმეში, რასაც ქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ახლა მინდა ერთ ძალიან მაგარ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ეს არის ახალი საავტომობილი გვირაბი, რომელიც ბაგებს პირდაპირ დააკავშირებს კავთარაძის ქუჩასთან და ამ პროექტთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გეტყვით თუ რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს. ირაკლი ბენდელიანი არის ჩემთან ერთად, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს აღნიშნულ მიმართულებას, ჩემი მოადგილე. ეს არის პროექტი, რომელიც ხორციელდება. მოდი ირაკლი კიდევ ერთხელ რო ავხსნათ თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. მოგესალმებით. ესე იგი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გვირაბის სამუშაოები, კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოები სრულად დამთავრებული არის. დრო საიზოლაციო სამუშაოები არის ახლა დარჩენილი, ასევე გვირაბის შიდა განათების ნაწილი და მოასფალტება. ეს არის უკვე თვითონ გვირაბიდან ქავთარაძის ქუჩამდე შავიშვილის ქუჩა, აქაც აქტიურად მუშაობთ.
რამოდენიმე გარაჟის დემონტაჟი დაგჭირდა, რათა გზა გაგვეგანიერებინა. ესე იგი, როგორც პროექტით არის ცნობილი, თითო მიმართულებითი მოძრაობები, ანუ ორზოლიანი იქნება, თითო მიმართულებითი მოძრაობები პირდაპირ ავტომობილები და დღეიდან დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე სრულად დავამთავრებთ სამუშაოებს. ოკეი, მადლობა, ძალიან კარგი. მეგობრებო, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ესე იგი, პირველი ეტაპი სამუშაოების ეს იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებულია და უამრავი ადამიანი იყენებს. ეს არის ბაგებისა და უნივერსიტეტის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდი. და მეორე ეტაპი იყო აღნიშნული გვირაბის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ბაგებიდან წამოსულ ავტომობილებს დააკავშირებს შავიშვილის ქუჩის გავლით ქავთარაძის ქუჩას. რა თქმა უნდა, ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ნაკადების გადანაწილება, უნივერსიტეტის ქუჩასაც ეკნება ნაკლები დატვირთვა და მოძრაობაც განიტვირთება, მოხდება ნაკადების გადანაწილება და ძალიან მიხარია, ძალიან მაგარი პროექტია, ერთი თვე დაჭირდება მთლიანად სამუშაოების წარმოებას და ერთ თვეში უკვე დასრულებული იქნება ყველანაირად და შესაძლებლობა გვექნება გამოვიყენოთ აღნიშნული გზის მონაკვეთი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, დაგემშვიდობები, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას და წარმატებულ დღეს აბადროებით. იმ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ასრულებთ, იმ თქვენს არაიოლ მისიას, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებთ. მემსახურები საქართველოს. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონებო იმისთვის რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ღირსეული და გამორჩეული ქვედანაყოფი არა მარტო ეროვნულ გვარდიაში, არამედ ზოგადად თავდაცვის ძალებში და თქვენს მიერ ყოველდღიურად შესრულებული, ყოველდღიურად გაწეული ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის და თქვენ ხართ კიდევ ერთხელ ერთ-ერთი განსაკუთრებული ადამიანი, ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ქვედანაყოფი. რაც რა თქმა უნდა გაძლევთ დამატებით პასუხისმგებლობას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ სამხედრო სარიტუალო სამსახურის 29 წლის იუბილეს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის ხანგრძლივი და რთული გზა, რომელიც ამ სამსახურმა გამლო და წარმატებით წარმოაჩინა როგორც თავდაცვის ძალები, ასევე სრულიად საქართველოს. მინდა მიულოც რომ ეს დღე თითოეულ მერიტუალეს და უსურვო წარმატებები როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. სულ ყველას უხარია დღევანდელი დღე იმის გულისთვის, რომ ვინც მსახურობთ აქ, წლებია სულ ყველანი მოდივართ ამ სამსახურში და ყველას გვიამაყება, რომ ვართ საპატიო კარაულში და ვართ თავდაცვის ძალები. მე მინდა დღეს თქვენს წინაშე წარადგინო ბატონ ბატონ სალია. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად ხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოიწყებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანების ღირსებებით დაჯილდოებული კეთილსინდისელი ადამიანი. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერობით ვცანდებით. რა თქმა უნდა, მე ესმის კარგად და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პირდებით საზოგადოებას, პირდებით თქვენ ღირსეულად ვიმსახურო ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.